მოგესალმებით, მეგობრებო. პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწერეთ, როგორ მუშაობს ასტროლოგიურად მიღებული ინფორმაციები, ან ზოგადად მიღებული ინფორმაციები და თერაპიული პრაქტიკა ერთად. გაცნობიერებას რო ვეძახით ხო. ცოტა ეზოთერულადაც აგიხსნით და ცოტა ფსიქოლოგიურადაც. ესე იგი, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ მაგალითად ასპექტები არის ჩვენში გაჭედილი ტრავმები, მაგალითად, ან მთელი რუკა გვაჩვენებს, სად არის რომელ ენერგეტიკულ ცენტრს რო ვეძახით ჩაკრების სისტემას, ან პირდაპირ სხეულთან ენერგიები, სად არის გაჭედილი, აი ცოტა უფრო ეზოთერული ასტროლოგიიდან მინდა აგიხსნათ, ეს ჩანს პირად რუკაში. იქ სატურნის დებარეობა, მარსის დებარეობა, მარსის ასპექტები, სატურნის ასპექტები, ლილიტის ასპექტები, მზის ასპექტები, მოკლედ, მთელი რუკა ნებისმიერი დაძაბულობა, ნებისმიერი სახლის კომბინაცია, მაგალითად აჩვენებს, სად არის თავისუფალი მიმოსვლა ენერგიის, სად არის დაბლოკილი ენერგია. ეს როგორც წესი მიანიშნებს კარმული ასტროლოგიიდან კარმულ ბლოკებზე, თუნდაც ნებისმიერი ასპექტი, მაგალითად, ხო, იქნება ის მზის მდებარეობა თავისი ასპექტებით, კარმულ ასტროლოგიაში მიანიშნებს მამაკაცურ ფიგურებთან წინა ცხოვრებებში რა კარმა დააგროვა ადამიანმა, რა ენერგია იყო, ხო, მაშინ, მაგალითად, როცა პლუტონი მზის შეერთებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, აი პლუტონური ენერგია ქონდა ადამიანს წინა ცხოვრებებში, ხო, რომელიც ახლა მის ფსიქოტიპში შემოდის, მის ესეთ მთავარ ღერძში შემოდის ეს დაძაბული ენერგიები, ისე რომ გითხრათ, ეზოთერული კუთხით. შესაბამისად, ძალიან კარგად შეგვიძლია იდენტიფიცირება, რა ენერგიული ნაკადი აქვს ადამიანს ფსიქოტრაუმები, რომელიც არის ენერგეტიკულ ბლოკებად გადაქცეული. აი ახლა ყველაზე მთავარი მინდა გითხრათ, როგორ მუშაობთ აქ ბლოკებზე, ფსიქოლოგიურ ბლოკებზე. მე რატო დამაინტერესა უკვე ფსიქოლოგია მაგალითად და რატო უფრო წავედი აი ამ მიმართულებით, სადაც საუბარი არის უფრო ფსიქოლოგიურად, როგორ ვიმუშაოთ თავზე, ხო? საერთოდ ასტროლოგიაში თერაპიულად სხეულზე ორიენტირებული თერაპია, რო ეძახიან გეშტალტ თერაპიას, მაგალითად, ხო, თუნდაც ეს არის მთვარეზე მუშაობა. ძალიან მეც მაქვს ეს პრაქტიკა გავლილი და ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანი ნევროტულად, შფოთვარეთ არის მაგალითად, რაღაც პრობლემაში გაჭედილი, ეძებენ, დადიან, ეს წინა ვიდეოებშიც მაქვს გარკვეულწილად ნახსენები, დადიან და ვერ პოულობენ საკუთარ თავს მაგალითად, ხო, ან ვერ ხვდებიან რას ეძებენ. აი ძალიან ბევრი მოდის ხოლმე ჩემთან და აი როდესაც აი ამ ნევროტულ ფონში დავინახავ ადამიანს, იქ უკვე ასტროლოგიური კომბინაციის მოყოლას არ ვიწყებ, ხო, იქ პირდაპირ შეიძლება თერაპია წავიდეს უკვე. სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას რო ვეძახით და აგიხსნით აქ როგორ ხდება. ესე იგი ჩვენში არის ეს გონება, მაგალითად, სადაც არის ჩაწერილი დასწავლილი ქცევები, სადაც არის აი ეს გარე სამყარო აღწერილი, გარე ცხოვრება და არის შინაგანი სხეულებრივი აღქმა ამ გარე ცხოვრებასთან, ხო? შესაბამისად ეს ჩვენი კავშირი გარემოსთან, აი ეს მარტივად რო გითხრათ, ხო? შინაგანი კავშირი გარემოსთან ეს ხშირად უხილავი არის და ჩვენში რა ემოციებიც არის, დიდად მაინც ამას ვერ ვგრძნობთ ხოლმე, იმიტომ რომ ან არ გასწავლეს ეს, ან გარეთ ვართ ძალიან ორიენტირებულები გარე მდგომარეობის ანალიზზე, ხო? და ნაკლები კონტაქტი გვაქვს სხეულთან, შინაგანთან. აი ამ სხეულთან კონტაქტისას ამ დროს რა ხდება, იცით? ყოველი ჩვენი ნაწილი, რომელიც არის სადღაც რამბირებული ბლოკები, რო ეძახით, ენერგეტიკული ბლოკები, ხშირად ამას სჭირდება შეხვედრა აი ამ დამსხვრეულ მესთან, ამ გატეხილ ნაწყენ, ან მიტოვებულ, ან სიყვარულობის, ან მოულელობის გამო თუ სხვადასხვა, ან იდეალების გამო მაგალითად, მიტოვებულ მესთან და ხდება ამასთან შეხვედრა. შეხვედრა რას ნიშნავს? ემოციური კონტაქტი იმ ემოციასთან, რომელიც არ იყო ოდესღაც ნაცხოვრები. კარმულ ასტროლოგიაში მეც კი ვერაფერს ვერ ხედავთ. კარმული ასტროლოგია ხა დედაზე ტრავმას როცა ვლაპარაკობთ, ან მამაზე ტრავმას, კარმულ ასტროლოგიაში რო წავიდეთ, ეს არის წინა ცხოვრებებში არანაცხოვრები ემოცია. აი ცოტა ეზოთერული მიმართულებით რო აგიხსნათ, მე მაგალითად როცა ვიკვლევდი ჰიპნოთერაპიას და მე თვითონაც გავდიოდი ღრმა რეგრესულ ჰიპნოზს იმ პერიოდში, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ რაღაც ადგილები ვნახე, თითქოს ინკარნაციები, რაღაცები მოხდა თითქოს იქ რაღაც ნეგატიური
და მძიმე იყო და ტრამვასავით იყო ჩემთვის და უცებ დავინახე თითქოს რაღაც რომელიღაცა სამყარო, საერთოდ სხვა პლანეტა, სადაც იქ მოხდა რაღაც ტრამვა და რომელიც თითქოს ამ ცხოვრებაში გამოვიდა უკვე როგორც გათავისუფლება ამ ენერგიის, ანუ რაც ჩაიწერა პროგრამა, ის უნდა გარე რეალობაში დავინახოთ. აი მაგალითისთვის რო გითხრათ, თუ მაგალითად მოხდა აი სიკვდილთან შეხება უსიამოვნო, შემდგომ მოდის ეს სიკვდილი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ცხოვრებისეული რაღაც ეტაპების მძიმე დასრულება, იქნება ეს რეალურად სიკვდილი, იქნება ეს რეალური ცვლილებების შიში, მაგალითად ფსიქოლოგიურ დონეზე, ხო? აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ცხოვრობთ იმ ემოციას, რომელიც ოდესღაც არ ვიცხოვრეთ. ძალიან ბევრს ჰიპნოთერაპიაზე, მე ვისთან მქონი ახლა შეხება, მაგალითად, უნახავს, რომ სადღაც მძიმე მტანჯველი დაშორება მოხდა, არ მოხდა ამის ბოლომდე ცხოვრება და შემდგომ ბევრი ცხოვრება ნელ-ნელა ხურავს, აი გეშტალტ ფსიქოლოგია რო იწახის ხოლმე დაიხურა გეშტალტი, ანუ დაიხურა რაღაც დიდი ხნის პროცესი და გაშვება მოხდა ამისი, ხო? აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ეს ვიცხოვროთ სხეულებრივად. ჩვენ რაც არ უნდა გონებაში ვიტრიალოთ, რაც არ უნდა იქ თერაპიებზე ბევრი ვილაპარაკოთ, რაც ხშირად ხდება ხოლმე, ხო? ლაპარაკი, გამოტანა, ეს არის აი ძალიან ზედაპირული შრე. ზედაპირული მუშაობა საკუთარ თავზე, რეალური მუშაობა და მეც ხელს უწყობ ხოლმე მაგალითად პირად რუკაში, როცა გავდივართ რაღაცებს, მე არ ვცდილობ რომ მხოლოდ ვალაპარაკო ადამიანთან, მხოლოდ მე ვილაპარაკო, ჩემი ინტერესი არის უფრო თერაპიული მიდგომა, უფრო გაცნობიერება, ღრმა შეხვედრა მოხდეს პრობლემასთან და ტრამვასთან, ემოციურ განცდადობაში მოხდეს ეს შეხვედრა. და ამ შეხვედრის შემდგომ ხდება, იცით როგორი კომბინაციას ვაწყდები მე, რომ აი მთავარი საიდუმლო გაიხსნა. მთავარი ის, რასაც ეძებდნენ, ხშირად ყოფილა ჩემთან მოსულან, რომ აი ბევრი ხანია თერაპიაზე დადიან და სადღაც გაიჭედნენ და ვერ მიდიან. და აქ რუკას ზუსტად მაჩვენებს, სად არის მთავარი ღრმა ტრამვები, სანამ იმას არ იცხოვრებს ადამიანი, აი ზოგჯერ ძალიან ესეთი მძიმე ემოციები არის ხოლმე, ზოგჯერ ტირილი არის, ან შეხვედრა ტირილს გულისხმობ, აი სევდასთან შეხვედრას, ხო? ამ შემთხვევაში, სანამ სხეულებრივად არ ხდება ამ ყველაფერთან შეხება, იქამდე საერთოდ არ არის ეს სამკურნალო ასტროლოგია ან ნებისმიერი, თუნდაც თერაპიაზე დადიან, სადაც მხოლოდ არის მონოლოგის რეჟიმი, სულ ლაპარაკობენ, მაგრამ შინაგანთან შეხვედრა არ ხდება. აი თუნდაც ამას ხვდები ხოლმე პრაქტიკით, როცა მოდის ადამიანი და ან აქტიურად საუბრობს და როგორც კი ვეკითხები რაღაცას, კი ესე იყო და ყვება, აი მოვლით, ბევრი სიტყვებით, მაგალითად, ეს უკვე ნიშნავს, რომ თავის არიდება არის განცდადობაში. ანუ მე თუ გონებას აქტიურებ, მუდმივად და ემოციაში არ გადამაქვს ეს ყველაფერი. ეს დაცვითი მექანიზმი არის, ესე იგი რაღაც ისეთი ტკივილი არის შიგნით, რომელსაც არ მინდა მე შევხვდე და მაქვს სულ გონება ჩართული, სულ ანალიზი ჩართული ნევროტულად, რომ არ შევხვდე აქ სხეულს. ამ დროს აკრება თავი კურნალობა არის სხეულთან შეხვედრა. სხეულთან, ანუ იმ ტრამვასთან, იმ ტკივილთან შეხვედრა, იმ ან დანაკარგთან, ან იმ ილუზიასთან შეხვედრა, ან იმ მარტოობასთან შეხვედრა. ყველას აქვს თავისი ისტორია, ყველას აქვს თავისი ნეგატიური პროგრამა. ან თავის უსუსურობასთან აქვს ვიღაცას შეხვედრა, ან თავის უპასუხისგებლობასთან აქვს შეხვედრა, ხო? დაკარგულობა, შინაგანი მაგალითად, ხო? და ყველაზე დიდი ძალა მოდის, როგორც კი აი ამ მიტოვებულ ნაწილს, გაგდებულ ნაწილს შევხვდებით, იმიტომ რომ არაცნობიერში, შეგრძნებათობაში, როგორც კი მე შევეხები იმ ემოციას, რაც ჩემთვის დახურული იყო, საშიში იყო, მიუღებელი იყო, მეშინოდა, ან მიგდებდა თვით შეფასებას, აი შემდეგ ის ჩათვალეთ, რომ აი როგორც ფსიქოლოგია ამბობს, ეს არის მიტოვებული ბავშვი, ჩვენი შინაგანი ბავშვი, რომელიც ჩვენ მივატოვეთ, რომელიც საცდავაკელით სიყვარული, ეს ფსიქოლოგიურ ენაზე, ესოთერულ კარმულ ენაზე კიდევ ეს არის ის ნაწილი, მეზნაწილი, რომელიც აი ძალიან დიდ სურათში რო გითხრათ, კარმულად სუსტი წერტილი, სადაც გამოცდილება არ აქვს სულს. ეს არის კარმულად როგორც წესი, ის წერტილი, სადაც მე ენერგია,
ღვთის ენერგიის გარეშე, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ნათელი ენერგიის გარეშე ამ ნაწილთან ძალიან მარტო გრძნობ თავს, არ ვიცი როგორ დავიცვა თავი, არ ვიცი სწორი მხარე როგორი არის, ხო? მარტოობის და სადღაც დანაკარგის განცდა. ეს არის ხოლმე როგორც წესი შინაგანი ბავშვი, უფრო ეზოთერულ ენაზე რო გითხრათ, რომელსაც ჭირდება სინამდვილეში ის მეორე პოლუსის ჩართვა, ანუ შინაგანი ბრძენის ჩართვა და მიღება და დაბრუნება, გაცნობიერება, ხო? ანუ ჩვენში ცხოვრობს რამდენიმე, მოდი ესე ვთქვათ, ბევრი ნაწილი შინაგანი, რომელიც მოითხოვს ინტეგრირებას, გამთლიანებას. მივიღოთ ჩვენი ყველა ნაწილი, ჩვენი შინაგანი ტრამვები იქნება ეს. რატო გვეწყინა, რატო გვეტკინან, რატო ვიყავით ესეთი მოწყვლადი, ხო, ბავშვობაში. მაგალითად, ხა ბავშვი ყველა მოწყვლადია, მაგრამ კარმული ასტროლოგია ცოტა ამას სხვანაირად იძახის, ხო, ეს მოწყვლადობა, როგორც წესი, ეს არის ის სულის ტკივილი, რომელიც სამკურნალო არის, რომელიც დასაბრუნებელი არის უკან, მაგალითად და სიყვარულით მისაღები არის უკან. აი ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. რისკენაც მიუტვის სული აქ, რისკენაც არის მთელი ეს ენერგია მიმართული, რომ მოხდეს იმ ნაწილის მიღება, იმიტომ რომ კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ აქ რომელიღაც ცხოვრებაში ან შეეშინდა ძალიან ადამიანს, ან მიეჯაჭვა ძალიან, ან მიეჯაჭვა ძალიან, ხო, ამ ყველაფერს, რის გამოც დამოუკიდებლად დაკარგა სულმა, მაგალითად რწმენა, რომ რაღაც სფეროს მიეჯაჭვა, სადაც განვითარდა მერე მეორე უკიდურესობა, მაგალითად, ხო, სადაც იყო დანაკარგი, დანაკლისი და ამ შიდა ნაწილებთან შეხედრაი, როცა თერაპიულად უკვე დადიან ხოლმე, მაგალითად, როცა აი ამ მეებს იერთებენ, ესე რომ ვთქვათ, ხო, შინაგან მეების შეერთება ხდება, გამთლიანების განცდა აქვთ. აი თუნდაც ახლა ჩემთან პრაქტიკაში, როდესაც ჩვენ მაგალითად ამ ნაწილებთან გვაქვს გაცნობიერება, შეხება, მაგალითად ამ ნაწილებთან რუკიდან გამომდინარე, ხა ხედავ ხოლმე აქ რა არის ეს მთავარი წერტილები, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მაგიტომ არის რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგიაშიც ცოდნა გარკვეულწილად, განვითარება, საკუთარი თავისას თერაპიული პრაქტიკები, თერაპიულადაც მნიშვნელოვანი არის. ახლა ჩვენ გავდიოდეთ, თუნდაც მე მაგალითად რამდენიმე წელი არის თერაპიულ პრაქტიკაში ვარ სულ და აი აქ საკუთარ ნაწილებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე ხდება გამთლიანება, მე ეს გამთლიანება იძლევა ფსიქოლოგიაში არის ესეთი სიტყვა დაგრაუნდება, ან დამიწება, აი მყარად დგომა, ფეხზე რომ მყარად დგახარ. აი ეს ფეხზე მყარად დგომა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ამ ნაწილებთან გვაქვს შეხება. და ეს ნაწილები, ჩემი გამოცდილებით თერაპიულ პრაქტიკას ითხოვს დამოუკიდებლად, მაინც ამას ესე ადვილად ვერ ვაკეთებ, შეიძლება ჩვენ რაღაცებს უსმინოთ და ხედავთ რაღაცებს უკვე ჩვენს მესთან, მაგრამ აქ მაინც მნიშვნელოვანი არის უფრო ესეთი სერიოზული ჩარევა ხოლმე. ახლა ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა, მე ძალიან დიდი ხანი დამოუკიდებლად ვეძებდი პასუხებს, სანამ არ წავედი ფსიქოთერაპიაში, მაინც ვერ მივიღე ეს პასუხები, მიუხედავად იმისა, რომ რუკა ვიცოდი, მაგრამ არ მქონდა ნაცხოვრები ეს რუკა. არ ვიყავი ემოციურად შეხებაში ამ რუკასთან, ხო? ანუ ჩემს ენერგიასთან კავშირი თუ არა გვაქვს ჩვენ ემოციური და მხოლოდ კოგნიტური აზრებში გვაქვს, ხო? ეს აზრები არის სულთად ის, რომ რაღაცა ტკივილი არის იქ და ამ ტკივილთან შეხებით, როგორც წესი, ჩვენ მთლიანად ვცვლით ცხოვრებას. იმიტომ რომ ამ ტკივილის გაცნობიერებით აქ იწყება ახალი ეპოქა, როდესაც ხვდები, რომ აი ამ ტკივილმა მე რაღაც უნდა მასწავლოს, რაღაც არ უნდა გავაკეთო ისეთი, რაც ტკივილს მაყენებს მუდმივად, ხომ? და ეს ძალიან სერიოზულ ტრანსფორმაციას მოითხოვს, ძალიან სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს, აი ხშირად არის ხოლმე მაგალითად პირად ურთიერთობებში აქვთ ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ან რატო წავიდა ადამიანი, რატო მიმატოვა ადამიანი და ზოგჯერ უყურებ, ახლა აი ორივეს რუკა რო ესე მიდევს და ერთი არის ძალიან ღრმა, ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ველის და მეორე არის ძალიან ზედაპირული, ძალიან სუსტი, ხო? და აქ ის კი არ არის, რომ ცუდი ვარ, იმიტომ წავიდა. აი შენ ენერგიას შეიძლება ვერ გაუწუო ადამიანმა, იმიტომ რომ ამ ენერგიას რო შეეხოს, მას მოუწევს სერიოზული ტრანსფორმაცია, მას მოუწევს სერიოზულად შეცვალოს მთელი თავის ცხოვრება და ეს ხშირად უდრის
თითქოს ჩვენი იდენტობა შევცვალეთ, ჩვენი მე შევცვალო, ხო და ეს გარკვეულწილად იდენტობის სიკვდილის ილუზიასაც ქმნის გონი ადამიანს, რომ მე თუ ამას შევცვლი, ჩემი იდენტობას შევცვლი. და მანდაც არის უკვე მნიშვნელოვანი, რა უღირს ადამიანს? უღირს ის ადამიანი იმადრო ამ ხელაზე შეიცვალოს, თუ ან საქმე მაგალითად მე მინდა სადღაც კარიერაში წარმატებული ვიყო, მაგრამ მე მიწევს ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა. და აი მანდ არჩევანი დგება, რომელი უფრო მნიშვნელოვანი არის შენთვის, ის კარიერა თუ ის შეინარჩუნა რაც ხარ, ხო? და აი აქ შემოდის ესეთი კრიზისი, რომ მანდ არჩევანს ადამიანები როგორც წესი ძველად დარჩნენ იმაზე აკეთებენ აქცენტს და რაც არ უნდა იყოს, არ უღირთ ეს რისკი. ბუდიში ესეთი საწყალი სახით მიყურებს. ათხოვარი დგაზე იგი ვიყულებს. მაით ხოლული სახით დგას მიცელეთ. ხო და შესაბამისად, აი მანდ არის ესეთი მომენტი და მე ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი განცდა, რომ აი შეიძლება ან არ უნდივარ ამ ადამიანს, ან შობელი რომელსაც არ უყვარდი საკმარისად მაგალითად, ხო? ან შვილს არ უყვარვარ საკმარისად, ნებისმიერ სიტუაციაში ჩნდება ეს. სიმართლეში აქ კი არ არის შუაშუბა, ჩვენ ვერც კი გვხედავენ იმდენად იმ რაღაც ილუზორულ იდენტობაზე ხდება მიჯაჭვულობა, იმდენად გვეშინია ჩვენ შევიცვალოთ ხოლმე, ჩვენ შევცვალოთ ჩვენი შინაგანი ნარატივები, ჩვენი ეს ბლოკები გვიჭერს ძალიან სერიოზულად და ამ დროს ამის გათავისუფლებით ახალი ცხოვრება იწყება რეალურად, ახალი მე იწყება და ცვლილება ეს არ ნიშნავს რაღაცის სიკვდილს, ხო, რაღაცის დასასრულს. პირიქით შეიძლება ახალი შესაძლებლობებისკენ იყოს გახსნა. და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო, როდესაც აი ეს ენერგია არის, რომ სადღაც მე აი კრიზისში ვარ, შინაგან კრიზისში, ანუ და დავთმო ჩემი ძველი მე და ის მივიღო რაც ან მინდა, ან რისკენაც ვისწრაფე, მაგალითად ზოგს დაბრუნება უნდა რეალურ ნორმალურ ცხოვრებაში და ეხლა არის ქაოსში მაგალითად მისი ცხოვრება, ხო? ზოგი შეიძლება იყოს აი მაგალითად ადიქციაში ადამიანი და აი ხედავს, რომ სადღაც მიდის უკვე სხვა მიმართულები და უნდა დააბრუნოს თავის თავი, ხო? რაღაც რელსებზე. ზოგი შეიძლება იყოს მაგალითად ყვებითაშვილობაში და უკვე ხედავს, რომ კონტროლს კარგავს სიტუაციაზე და უნდა დაბრუნება, ხო? რეალურ ნორმალურ მდგომარეობაში. ან კარიერულ კრიზისში არის ადამიანი. აი უამრავი ისტორიები არის, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით აქვს, ყველას თავისი პრობლემა აქვს. და აქ არის აი ესეთი მომენტი, რომ ან მე ვცვლი ჩემ თავს სერიოზულად და ან ვიღაცამ უნდა მიბიძგოს ამ ცვლილებისთვის, ან სიტუაციამ უნდა მიბიძგოს და როგორც წესი ადამიანების დიდი ნაწილი ჩემი გამოცდილებით ამ ცვლილებას ვერ იღებენ, უფრო ხელის ჩაქნევა ხდება ხოლმე, რომ არა ჯობია არაფერი არ შევცვალო ისე მანდ ვიყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში თუ არის ეს 35 წლის ასაკში არის რაღაცა აი ეტაპი, რომ ან უნდა ავირჩიო, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება სხვანაირად საერთოდ, ან ისევ იგივე დავჭი. როგორც წესი, მე სერიოზულად რაც უფრო ასაკში შედიან, უფრო კრიზისი აქვთ, უფრო მძიმდებიან, უფრო ილუზიებში ეხვევიან ხოლმე, იმიტომ რომ თითქოს გაიმაზა სადღაც ის ცვლილების ხაზი. ეხლა ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება ენერგეტიკულ დონეზე, ეზოთერული კუთხით, აი ეს ენერგეტიკული ბლოკები, რაც გვაქვს მაგალითად ხო შინაგანად, სადღაც იმარჯვებს ის ნაწილი, რომელსაც აქვს ღრმა ტრამვები და არ უნდა შეცვლა, ისე რომ ვთქვათ, სადღაც იმარჯვებს უმოქმედობა, უსიყვარულობა, მარტივად რო გითხრათ და საკუთარი თავის რწმენაში კრიზისი შინაგანად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აქ ისევ ეგოსთან მივდივართ, იმიტომ რომ მე რო აი რაც უფრო მაღალი ეგო აქვს, არა ჯანსაღ ეგოს გულისხმობ ადამიანს, მით უფრო არ იცვლებიან საერთოდ. აი მთავარი დამღუპველი არის ხოლმე მე რასაც ვაკვირდებოდი ყოველთვის, თუ იბრძვის ვითომ ადამიანი, მაგრამ არის რაღაცა ზღვარი, სადაც ეხლა უნდა დაინახოს ის რეალობა, სადაც შეცვლის თავის ცხოვრებას, მაგრამ ან თავს მოიტყუებს.
ან გააправებს ესე რომ თქვა ჟარგონულად იმ თავის მდგომარეობას რომ არა მე კარგად ვარ. ან უბრალოდ არც კი გახსნის შესაძლებლობას რაღაცა გაცნობიეროს, ხო? აქედან ყოველთვის კავშირში არის არა ჯანსაღი ეგო და ეგო რა იცით რომ არა მე ვერ გაუძლებ დავინახო რომ პრობლემები მაქვს. ან მე ვერ გავუძლებ იმას რომ მე შევხედო ჩემ თავს სინამდვილეში ვინ ვარ როგორი ვარ მირჩევნია შევქმნა ილუზორული მე გავყვე ილუზორულ რაღაც რეალობებს ვითომ მირჩევნია რომ ჩემ თავს მოვატყუო რომ არა არ მჭირდება განვითარება და მე ოკეი ვარ აი ესეთ შემთხვევაში აქ ყოველთვის ძლიერი ეგო ნეგატიური კუთხით ვლინდება სინამდვილეში სუსტი ეგო იმიტომ რომ მე ვერ გავმკლავდები ამას რომ ეს ყველაფერი დავინახოთ. ეხლა რატო არის ეს დიდი პრობლემა? რა არის კარმულად მე ჩვენ რა გვამძიმებს? რაც უფრო ჩვენ მეგობრებო ვერ უმკლავდებით აი ამ შინაგან ბლოკებს, აი ამ შინაგან შეხვედრას შინაგან ქვეცნობიერ მესთან მაგალითად, ხო? მით უფრო ეს დიდი პრობლემა ხდება გარშემოყოფებისთვის. ანუ ჩვენი დაუმუშავებელი ნაწილები სერიოზული პრობლემა ხდება გარშემოყოფებისთვის, მეუღლესთვის, შვილებისთვის მაგალითად, ხო? მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, ან სერიოზული, ყველაზე მეტად ოჯახურ ატმოსფეროში ხდება ყველაზე დიდი პრობლემა ამ მიმართულებით და ის უკვე აგროვებს ნეგატიურ კარმას. ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ სხვებსაც ვთავთ ჩვენს პრობლემებში და ხშირად არის ესეთი ეზოთერიკაშიც ამბობენ ხოლმე ამას, რომ აი ვიღაცასთან თუ ვიღაცას ვიზიდა პრობლემურ ადამიანს მაგალითად, ან მივიზიდე ნორმალური ადამიანი და მე ჩემი გაურკვევლობით, ჩემი პრობლემებით, ხო, მასაც გაურკვევლობაში ვაგდებ. ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისგებლობა, იმას თავისი კარმა აქვს, რატომ მოვიდა ჩემთან, მაგრამ ეს ჩემი პასუხისგებლობაც არის, რომ მე კიდევ უფრო გაუღრმავო მას ტრამვები და კი არ დავეხმარო, დახუროს თავისი ტრამვები, პირიქით გაუმძაფრო. ამ შემთხვევაში ეს ჩემი პასუხისგებლობაც არის. რაც უფრო დაუმუშავებელი არის სული, რაც უფრო ეს ეგოს თემები პრობლემურად ვლინდება და ეს სიმართლის შეხედვასთან არის კავშირში პირდაპირ, ხო? ან ტკივილს მე თუ ვერ მომკლავდები ვერანაირად. ესე იგი მე ეგო მაქვს დიდი. არაჯანსაღი ეგო, ხო? აი მიწიერ ენაზე რო გითხრათ ეგო, ხო? და შესაბამისად აქ მოდის ეს ენერგია რომ მე სადღაც ძალიან უნდა მეტკინოს უკვე ან იწულებით დამათმობინონ ეს ეგო სამყარო ბედმა რომ მე ვისწავლო რეალურად შევხედო ჩემ ტკივილს უყონთ უკვე იწულებული ვიქნე ხო ამით იქნება ეს ფიზიკური ტკივილი იქნება ეს ემოციური ტკივილი არის ხალხი, რომელიც ყველაფერს კარგავენ, რაც კი რამე ქონდათ. ოღონდ ეს ფიზიკურად კი არ არის, ემოციური დანაკარგები, რომ აი მე მინდოდა კარგი დედა მყოლოდა, მინდოდა კარგი მეუღლე მყოლოდა, მინდოდა კარგი ძმა მყოლოდა, ან კარგი სამსახურიან, კარგი ქორწინება, არაფერი არ შედგა, არაფერი არ გამოვიდა, ან ვიღაცას უნდოდა პირად ცხოვრება, ძალიან კარგი და კარიერაში უმართლეს, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ უმართლებს, ხო? ამ დროს მაინც უნდოდა უფრო პირად ცხოვრება, ან პირიქით. ეს უკვე ძლიერი დანაკარგები არის. ეს არის ტკივილი, რომელთანაც, ეს იძულებითი მსხვერპლის თემას ვეხებით აქ და ეს იძულებითი მსხვერპლი გამომდინარეობს იქიდან, რომ მე რაღაც ძალიან რომ მინდოდა და არ გამოდის, რანაირად შემიძლია ეს დავინახო ჯერ როგორც მიზეზად, რატომ მოხდა ესე. ეს შეიძლება მიბიძგებდეს მე განვითარებისთვის, ეს შეიძლება მიბიძგებდეს მე რომ დავინახო აქ ჩემი პრობლემები შიდა, ხო? ანუ განვითარებისკენ წარმართო ეს ენერგია და არა დრამა ჩასლა ყველაფერში და უბრალოდ წოწუნი. რატო არ ხოდები, რატო კარიერა არა მაქვს და შედეგაში. აი რატომ როგორც კი ისმის კითხვა, ხო? მე ვიწყებთ მოქმედებას, ეგრევე. აბა რატომ? და ვიწყებთ მუშაობა, განვითარებას საკუთარ თავს. ანუ ეს ენერგია გადადის უკვე მოქმედებაში და არა დრამაში, ხო? არა განუვითარებლობაში და წუწუნში. პირიქით გადის განვითარებაში. განვითარებას რა მოაქვს? მე მოძრაობ, ჩემი თვითშეფასებაც იზრდება, იმიტომ რომ ჩემი ქვეცნობიერი მეუბნება რომ შენ სადღაც მოქმედებ და შესაბამისად მე ამას გიფასებ
და ყოჩახ შეკი არ ჩაეშვი არამედ იწყებ მოქმედებას და აქედან იზრდება ნენელა ის ჯანსაღი თვითშეფასებას ჯანსაღი ეკო. როგორც წესი ეს წინა ცხოვრებების ესე ეზოთერულ ენაზე რო ვთქვათ კარმები არის ხოლმე. საერთოდ ესეთი კარმული სიტუაციები ხშირად უკავშირდება სატურნის დაბრუნებას, სადესაწის პერიოდს, ლილიტის დაბრუნებას. ამ პერიოდში ამოდის ის ქვეცნობიერიდან, რაც აქამდე დაფარული გქონდა და ლამაზად შეფუთული გქონდა. აი მე ამოდის ხოლმე ეს ზედაპირზე და ამ ამოსვლიდან ჩვენ რას ვაკეთებთ და რას უკეთებთ ამ ქვეცნობიერს, აი ჩვენ ქმედებებში ჩანს შემდგომ. აი ესეთი ინფორმაციებით თუნდაც მეც ახლა რასაც გიზიარებთ იქ სხვა ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებში, თუ არ მოხდა ამ გაცნობიერებასთან, აი ზუსტად ის ემოციური კონტაქტი, თუ კარგად გვარიანად არ ვიგრძენით დიდი ტკივილი. ზოგისთვის ტკივილი არის, ზოგისთვის არის შეხვდეს იმ ტკივილს, რომ არ ყოფილა საკმარისად ჭკვიანი მის გაგებაში. ოღონდ ხო? იმიტომ რომ ეს ილუზიები არის სინამდვილეში, ხო, ჩვენთვის. ან შიში, სატურნული ენერგია რო ავიღოთ, შიში, რომ მე რამე არ თქვა არასწორი, ანუ ეგოს კომპლექსები, ხო, აქ სულთან. ზოგთან მიდის შიში, რომ მე სადღაც ნაკლული ენერგია მაქვს, ხო, სადღაც ზოგს აქვს მაგალითად ენერგიის დაკარგვის შიში, ხო? იქ რუკის კომბინაციებიდან გეუბნებით, ეს პირდაპირ ჩანს ხოლმე, ზოგმას შეიძლება ერთად ცნობიერებდნენ, ისე ჩანს. აი ამ დანაკარგებთან შევდივართ უკვე მეგობრებო ემოციურ კონტაქტში და არა ტვინით გავიგე, არა ის უნდა აი მედიტაციურად იქნება ეს თუ თერაპიულად. აი შეხვდეს გააცნობიეროს ადამიანმა ეს ტკივილი და იცხოვროს მე ეს ტკივილი. უმჯობესი არის თერაპიულ პრაქტიკაში, იმიტომ რომ მარტო არ უნდა იყოს ამ ტკივილთან ადამიანი, მარტო არ უნდა გაიაროს ეს ყველაფერი, უნდა ყავდეს გვერდში ადამიანი, რომელსაც იგივე გზა გავლილი უკვე, ხო? შესაბამისად ესმის იმ ემოციების აქედან გამომდინარე მოდის აი მკურნალობას რო ვეძახით, ხო? ძალაც გვეძლევა, რომ მე შემიძლია ახლა გადავლახო ეს ჩემი ტკივილები ზუსტად იმიტომ რომ მე ხა მარტო აღარ ვარ ამ სიტუაციაში, ხო? და აი აქ იმიტომ რომ სადღაც რატო ჩავკეცე ეს ემოციები, არ ვიცხოვრე ეს ემოციები, ან დრო არ იყო საკმარისი, ან ვერც კი მივხვდი, რომ ეს პრობლემა იყო ხშირად ბავშვობას, მაგიტომ ამბობენ ხოლმე. თუმცა არის ისეთი კომბინაციები, რომელიც პირდაპირ ან კარმულს მიანიშნებს, ან წინა ცხოვრებებზე ძალიან აქტიურად არის ხოლმე გამოვლენილი კომბინაციები, ვისაც ახლა ამის ისჯერა, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. აი თუ არის მაგალითად სიყვარულში დანაკარგი, ეს პირდაპირ მეგვანიშნებს, როგორც წინა ცხოვრებაში მსგავს ისტორიაში, აი ეს ფიზიკურად, ეხლა ან პარტნიორები, ან მშობლები გვაძლევენ სხეულს სიტუაციას, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ის დანაკარგი, რაც გქონდა წარსულ ინკარნაციებში და ჩვენ ეს უნდა დავხუროთ. აი ეს ემოცია უნდა დავხუროთ. რაც უფრო გავაჭიანურებთ ამას, მით უფრო გადაიდება შემდეგ ინკარნაციებში ეზოთერული ასტროლოგია ამას იწახის. რაც უფრო ეხლა მოვახერხებთ ამასთან შეხვედრას, მით უფრო თავისუფლები ხდებით, რესტარტი ხდება ენერგეტიკული საერთოდ, იმიტომ რომ ამ ბლოკებში აი გაჭედილი რაც არის, წყენები მუცლის არეში არის მაგალითად, გამოუთქმელი ბრაზი ან გამოუხატავი თავი ყელის ზონასთან არის ხშირად კავშირში, გულის ტკივილი ან აი სინათლეს რო შენში დაბლოკავ, სიკეთეს, კეთილშობილებას რო დაბლოკავ, გულის ჩაკრა არის იქ დაპატარავებული, ხო? სიტყვაზე, ხო? შიშები თუ არის ძლიერი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვედა ჩაკრები, ბლოკება, ამ ყველაფერთან შეხვედრა და ამ ყველაფრის ტკივილის განცდა და ცხოვრება სხეულებრივად, აი ტანჯვაში, ან ტკივილში, ან ემოციაში, ან ცრემლებში უბრალოდ ყველას თავისი გამოსასვლელი ენერგია აქვს, ხო? აი ან უბრალოდ ვიტირებთ რაღაც პატარა ბავშვივით სიტყვაზე და გამოდის ეს ენერგია, ხო, სხეულიდან. ზოგი ბრაზში და აგრესიაში ასუფთავებს თავის ენერგეტიკას, თუმცა ეს არ არის სწორი გასუფთავება, ეს არის უფრო გადმოვყარე ის, რასაც უკვე მეტნო ვეღარ უმკლავდები, აი თუ გინახათ აი ცუდ კომენტარებს რო დაწერენ ხოლმე, ან ვიღაცებზე რო აგრესია აქვს და ან ტრანსპორტში რო დაგეჯახებიან და გეჭყობებიან, ხა მე არა მაქვს ეგეთ რაღაცები ზოგადად ისე გულისხმობ ხოლმე. იმას გულისხმობ მე არა მაქვს თქვა რომ ისეთი დავდივარ ხოლმე საერთოდ ვერავის რო ვერ ხედავ და ვერავინ რო ვერ ხედავს ჩემთვის ხოშტასმენებში. მაგრამ, ნუ არის ხშირად სამსახურში მაგალითად იქ ტოქსიკურ ურთიერთობებს რო იცახიან, იქ აგრესიულ ხალხს რო იცახიან, ამ ხალხს სიამდილეში ეს თავისი ნეგატივი აქვთ, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვებ
იღებიან და ცდილობენ მოიშორონ, კი არ გააცნობიერონ, მოიშორონ, ვიღაცაზე გადაყარან. როგორც წესი, ესეთი ენერგია ორმაგად ბრუნდება მერე. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად იმ სამყაროს კანონების დარღვევა, როცა ჩვენ არ გავაცნობიერეთ, ჩვენ არ გამოვისყიდეთ, არ შევხვდით ამ ემოციას, უბრალოდ გადავყარეთ. ჩვენი მერე შვილებს უჯდებათ ესეთი კარმა, მშობლის არანაცხოვრები ბრაზი შვილს უჯდება მერე, რომელმაც უნდა გააცნობიეროს და იცხოვროს ის ბრაზი მაგალითად, ხო? მაგალითად შვილები რო ყავთ პრობლემურები, არ მინდა ახლა ცოტა ისე რაღაცები თქვა, მაგრამ ნუ აი ცხოვრებისეული სერიოზული პრობლემებით, ხო? იქნება ეს ნარკომანია, იქნება ეს არეული ცხოვრებას რო ეძახიან ბიჭების შემთხვევაში განსაკუთრებით, ან ქალების შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა პრობლემები, მშობლის არანაცხოვრები ემოციები არის ეს, ხო, როგორც წესი, ბებია-ბაბუიდან მოყოლებული, ყველამ რო თავისი აგური დადო და ნებისმიერი აი რო ამბობენ გაუნათლებლობა სიბნელე არისო, აი მათ მივდივართ სიამდვილეში ეს არის არა ინფორმირებულობა, რომელიც მერე გადადის არანაცხოვრები ემოცია, რომელიც გადადის მერე შთამომავლობაზე, ხო? და ზოგჯერ ადრეც თქვი, არიან შვილები, საკვამული შვილებს რო ეძახიან, რა თითქოს ერთ-ერთი იღებს თავის თავზე ფუნქციას, მთელი ოჯახის ნეგატიური კარმა თვითონ გამოასწოროს, ხო? აი ზოგი წავამგვდელი გახდება, მაგალითად, მთელი გვარის ურჯულოება რა უნდა გამოვისყიდო. ზოგი ხდება ფსიქოთერაპევტი, ვინც კი გენეტიკაში აფრენდა და არ უნდა და თავისი პრობლემების გაცნობიერება, მე უნდა დავეხმარო სხვებს გაცნობიერებოდონ, ხო, ეს პრობლემები. ზოგი მიდის კარიერაში და სტატუსში, თუ წინააღმდეგები უსაქმურად იჯნენ და რეალიზებას არ აკეთებდნენ თავის, ეხლა მე მიწევს ყველას ნაცვლად ვიშრობო, სიტყვაზე გეუბნებით რა. აი ესეთი კარმა მერე არის როგორც საკვამული ინკარნაცია, როცა არა მარტო ჩემს კარმას, ჩემი ოჯახის პრობლემებსაც ვასწორებ, ვანახლებ ოჯახურ, გენეტიკურ ეგრეგორს, ან თვითონ ადამიანი თავის თავში აკეთებს დარესტარტებას, მთლიანად ცვლის თავის ენერგეტიკულ ვიბრაციას მომავალ ინკარნაციებისთვის, ამასაც ვამბობთ ხოლმე. ზოგჯერ გაცილებით უფრო ხრმა იდეა აქვს ამ ყველაფერს, ვიდრე ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, რასაც ვუყურებთ მაგალითად, ხო? ზოგჯერ საჭირო არის ხო ყველაფერი ან დაკარგოს ადამიანმა, იმისთვის რომ მერე ყველაფერი მიიღოს ოღონდ უკვე მაღალ დონეზე და გაცნობიერებულ დონეზე, ხო? და ამ ყველაფერს ვერ ვწყვეტთ მეგობრებო აზროვნებით, ინტელექტით, გაცნობიერებით პირველ ეტაპზე. მნიშვნელოვანი არის სხეულთან კონტაქტი. აი ახლა ხო ვამბობთ რომ ამას მაღალი ინტელექტი ჭირდება, შინაგანი გაცნობიერება ჭირდება. აი მიმუშავე ადამიანთა რომ საერთოდ არანაირი ცოდნა არ ქონდა, არც ეზოთერიკის, არც დიდი აი ადამიანური გადასახედიან დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდა, ზოგი მიყურებდა ხოლმე ეს ძალიან გულუყვილოდ, ხო, საერთოდ რო არ ესმით თემა მაგალითად, მაგრამ აი ამ სხეულზე ორიენტირებით რომ მიმუშავია, ისე კარგად გაუგიათ ყველაფერი. ანუ ეს არის ყველაზე, აი ყველას რო უნდა ესმოდეს ეს ენა, მაგალითად, არ არის აქ დიდი კოგნიტური ინტელექტუალიზმი საჭირო, შეიძლება აი სხეულთან ორიენტირებულ თერაპიაში როცა ვამბობთ, მე უნდა ვიგრძნო ეს ტკივილი, არ უნდა გავექცე. აი ერთი 10 წლის წინ თერაპევტები რომ მეუბნებოდნენ მაგალითად, რომ აი შეხვდი ამ შენ ნეგატიურ ემოციას, მე ვერ გიხდებოდი, რას მეუბნებოდნენ და არც მიხსნიდნენ კარგად. რას გულისხმობდნენ, რას უნდა შევხვდე? არ ვიცი, ხო, კაი, ნეგატივს გრძნობ, მე რა ვქნა. აი ამ ნეგატივს რო გრძნობ, უნდა იცოდე რატომ მოდის. საიდან მოდის ეს ნეგატივი და უნდა შეხვდე როგორც ტკივილს, როგორც მსხვერპლს შენგან გაღებულს და უნდა შეხვდე იმასაც, რომ კი, აი ეს ნამდვილად არ გამოვიდა, რაც შენ გინდოდა. და ხდება ხოლმე ესე ცხოვრებაში, ოღონდ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას ტირი ვართ, რას განვიცდით, რას გრძნობთ. ჩვენ თუ არ ვიცით და უბრალოდ გრძნობ ნეგატიურ ენერგიას, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე საერთოდ არ მაქვს ჩემს ხელთან კონტაქტი, საერთოდ არ ვლაპარაკობ, არ ვკონტაქტობ ჩემს ხელთან და ცნობიერი სხვაგან არის, ქვეცნობიერი სხვაგან არის. იქ ვიღაცას რაღაც აწუხებს შიგნით და მე კონტაქტი მასთან არ მაქვს. აი ხა სუფთა თერაპიულ პრაქტიკას გეუბნებით, სუფთა ფსიქოლოგიიდან გეუბნებით, აქ თუ არ მოხდა შეხება, მეგობრებო, არ ხდება არც ენერგეტიკული ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ ენერგეტიკული ტრანსფორმაცია როგორ ხდება, როდესაც მე ამ ემოციებს
დავწვავ, აი როგორც კალორიებს რო წვავს დარბაზში, ვარჯიში ადამიანი, აი ესე ემოციებთან შეხებით ჩვენ წვავთ ნეგატიურ ენერგეტიკულ ველს, ნეგატიურ ტრამვებს, ოღონდ თუ არ ვიცი რას წვავ, თუ ზუსტად კონტაქტზე არა ვარ, ანუ მე თუ გაცნობიერებულად არ ვემშვიდობები ამ ემოციას, ის არ არის, ის არის აი შეხება, მაგრამ არა ცხოვრება ამ ენერგიის. და შეიძლება ამ შეხებაში გაიჭედოს ძალიან დიდხანს ადამიანი და დიდხანს გრძნობდეს ტკივილს, დიდხანს გრძნობდეს სევდას. ეს რას ნიშნავს? იცით რომ ამოდის და აი აქ რო გაჭედილი და არც ქვევით მიდის და არც გარეთ გადმოდის, ხო? აი ამ სიტუაციაში დიდხანს გაჭედილობა ეს არის უკვე რომ იმ ხელაზე არის ჭიქა სავსე, რომ აი უნდა გადმოვიდეს, მაგრამ არც გადმოდის და არც არაფერს არ შევა. ამიტომ აქ თერაპიული პრაქტიკა არის საჭირო ხოლმე, როგორც კი შეხვდება ემოციას ადამიანი, იცოდეს რა შეხვდა, გაცნობიეროს, დაწვას კალორიასავით, მოდი ესე ვთქვათ, აი ის როგორც საკვამულში რო რაღაცა ცუდი, აი რაღაც ცეცხლ წაუკიდეთ და დავწვით ხო სიტყვაზე რა და აურთქლდეს. აი ესე უნდა დაიწვას ეს განცდა, ეს ტკივილი და ამ ტკივილთან შეერთებით ხო ის ჯერ ხო ვერთდებით, არ ვაგდებთ ჩვენგან, ვიღებთ. მე ის იწვება ამასობაში და მე ის ენერგეტიკული ველიდან ხება. შესაბამისად, ენერგეტიკული ხარისხი იზრდება მაღლა. იზრდება ენერგეტიკული ვიბრაცია ადამიანის. იმიტომ რომ რა გვაგდებს ენერგეტიკულად დაბალ ვიბრაციაში, ტკივილები და ეს ტკივილები არის გაუცნობიერებლობის შედეგი. ამიტომ არის ძალიან აგრესიული, ძალიან უხეში ან განაწყენებული ადამიანი, ეს არის დაბალ ვიბრაციული ადამიანი, ესე ვეძახით. ერთ წამს შეუძლია, როგორც ბუდა გაბწყინდა, უცებ, ეს შეუძლია ადამიანს უცებ გააცნობიეროს, შეხვდეს ამ ემოციას და ენერგეტიკულად გასუფთავდეს, გაიწმინდოს მისი ენერგეტიკული ველი, მისი ბიოველი, მისი აურა გაიწმინდოს ნეგატიური ემოციისგან. სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო, ლევან შატვერაშვილთან მქონდა პრაქტიკა, მქონდა თერაპიული მიდგომა, რაღაცა ისეთი ტრამვული სიტუაცია გავიხსენე და გავაკეთეთ ამ ყველაფერთან შეხება. აი პირდაპირ შევეხეთ, ჩაატარა, მქონდა თერაპიული დიალოგი და აი უცებ დავინახე აურა თქო, აი ისეთი გასუფთავდა. დავიბრუნე თქო თითქოს სხეულიც, დავიბრუნე, აი გასუფთავდა თითქოს ყველაფერი. ისეთი ნათელი შეგრძნება იყო ეს, რომ თითქოს აურა მართლა, აურა კი არა, და სხეულის დონეზე მეთქი რაღაცა გამისუფთავდა თქო და არ იყო ეს აი წარმოსახვა, იმდენად ვიგრძენი ეს, აი კანსაც გრძნობდი, სხეულს აი რო ვიყურებდი, დახედავ ხა სხეულსა და მეთქი დაბრუნდა, გასუფთავდა, გაცოცხლდა და აღსარდროთ სხვა ენერგეტიკული ველი ქონდა. ამას ხა წარმოსახვე თერაპიებს ვეძახით ხოლმე. ეზოთერიკაში ეს რეალურად ჩვენი შეგრძნებები, ხა მე უკვე ძალიან ბევრი წლის პრაქტიკა მაქვს და უკვე მესმის ხოლმე, ძალიან ადვილად შემიძლია ხოლმე აი ამ სხეულებრივ შეგრძნებებთან კონტაქტი და ეზოთერიკა ამას ამბობს და ფსიქოლოგია სხვათა შორის, რასაც გრძნობთ, ის არის ავთენტური, ის არის ნამდვილი. მე თუ გრძნობ სისუფთავეს შიგნიდან განახლებას, სხივს რაღაცნაირად თითქოს მზესავით გაბწყინდა რა, ხელები, სხეული და რაღაცნაირად ესე არის მეთქი რა. ოლე დიდი ხოხი. გაბწყინებული ვარ მეთქი, რომ მაგარია თქო და აი აქ ზუსტად ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ აი თითქოს იმ სიტუაციას შევხვდი, რამაც ჩააქრო თითქოს ეს სხეული და აი აქ რაღაც პრაქტიკა გავიარეთ. ოღონდ ისეთი ღრმა შეგრძნებითი იყო ეს, რომ რეალობაში მე ვიგრძენი ეს რომ ჩემს ემოციაში ეს მოდელი ესე იჯდა და ამ პრაქტიკით შევხვდი, გავაცნობიერე რატომ მოხდა ეს, დავსახე შინაგანად ის სიტუაცია, სადაც აღარ მოვიქცევი ისე, რომ ეს ესე იყოს, მეთქი და აქედან გამომდინარე წამოვიდა უკვე დადებითი ენერგეტიკული ველი. აი ეს აი ჩემს შეგრძნებებში ეს ძალიან ხშირად ამ პრაქტიკებში სულ აი სხვადასხვა კუთხით არის ხოლმე ესეთი გეშტალტები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც გაცნობიერდება და მე იხურება და ესეთ პრაქტიკებში რეალურად ხდება ენერგეტიკის ცვლილება, გადაპროგრამება, ენერგოვიბრაციების და მე დავინახე ამ თერაპიულ პრაქტიკებში ადამიანი როგორც ენერგოსტრუქტურა და არა როგორც ფსიქოლოგიური პატერნები,
ხო, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ქმნის ჯერ ენერგეტიკული ველი, ენერგია არის მთავარი, ენერგეტიკულ ველში იტრიალებს ყველაფერი, ჩვენი სხეულიც ამ ენერგეტიკული ველის აი ის არის სიგნალის მაგვარი არის, აი რომ იჭერს ამ სიხშირეს, რადიოტალღას იჭერს, მთავარს, გადამცემი ხაზივით არის ჩვენი სხეული და აი ამ სხეულთან კონტაქტით ჩვენ აი იმ მთავარ სულიერ ვიბრაციას ვეკონტაქტებით, იქ ნამდვილ ენერგეტიკულ სიხშირეს ვეკონტაქტებით და აი იქ ხდება მერე რეალური გადაპროგრამება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თორემ მე შეიძლება ახლა რაღაც წამალი დავლიო, სხეულზე ზემოქმედება მოახდინო, მაგრამ სულზე, ქვეცნობიერზე ვერ ვახდენ ზემოქმედება. შესაბამისად ის ან დაბრუნდება, რა არის ახლა უკუჩვენებები წამლების, ერთი ენერგია იმდენად ძლიერი არის, რომ მეორეზე გადავიდა, სიმპტომი მოიხსნა, მაგრამ მეორე ორგანოზე გადავიდა ტალღა ენერგეტიკული, ხო? და წარმოქმნა ის უკვე უკუჩვენება წამალმა, მაგალითად რაღაც კუთხით. იმიტომ რომ ენერგია არის პირველი წყარო ადამიანი და მერე სხეული, ხო? და სულ პირველი წყარო ეს არის ინფორმაციული ველი. და ამ ინფორმაციულ ველთან კონტაქტით ჩვენ აქტიურდება მერე ენერგეტიკული ველი და მერე სხეულებრივი ველი. აი ამ შრეებზე როცა ვმუშაობთ მეგობრებო და აი აქ ამ შეხვედრას, ემოციას, აქ ენერგიასთან შეხება საჭიროებს, რომ ემოცია და აი ეს მიტოვებული ნაწილები თქო რომ ვთქვით ეს ენერგიები არის ჩვენში, რომელიც გაფანტული არის სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა წყენები, სხვადასხვა ტრამვები ფანტავს ჩვენ ენერგიას და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სივრცეში ჩვენი ენერგიები არის გაჭედილი. ამასთან შეხებით და გადატრანსფორმირებით ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ენერგიას. ამ დაბრუნებით ჩვენ ხვდებით, რომ უფრო ძლიერდებით, უფრო ენერგიულები ხდებით. აი მაგალითად, თუ მე ხა ხშირად მოდიან ჩემთან ამ მიმართულებით და სასიყვარულო სფეროში ჩავდე ბევრი ემოცია და იქ ვერაფერი ვერ მივიღე სიტყვაზე, ხომ? იკარგება მთელი ჩემი ის ენერგია, რაც დავკარგე წლების განმავლობაში, ის იკარგება. მე ვხდები ცარიელი. აი სულთა ფსიქოლოგიური პატერნია, ხო? რა განცდა გაქვს სიცარიელის, კი ამბობენ ხოლმე. რაც გრძნობ ახლა, აი სიცარიელეს პირდაპირ ამბობენ. ესე იგი რა ხდება? მე შევდივარ, ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, რომ მე აქ რაღაცები დავხარჯე, ოღონდ იმიტომ დავხარჯე, რომ ჩემი ფასი არ ვიცოდი, ჩემი საზღვრები არ ვიცოდი, ჩემ თავთან კონტაქტი არ მქონდა. ამ ყველაფერს თუ ვაცნობიერებ და მე ვეუბნები ჩემ თავს, რომ აი მაპატიე, რომ აი ამდენი დრო დაგახარჯინე. მაგრამ ჩვენ ხო აქედან მივიღეთ რაღაც მნიშვნელოვანი. ჩვენ რეალურად არაფერი არ დავკარგეთ. დროებითი იყო ეს ყველაფერი. აი სხვადასხვა პრაქტიკების ჩართვით ის თელი დახარჯული ენერგია ბრუნდება, იმიტომ რომ ჩვენი იყო ის სიყვარულიც, ის გრძნობებიც, ის გაცემული ენერგიაც, ის ჩვენი იყო, ჩვენი გავეცით. ამას რო ვიბრუნებთ უკან და თან მადლიერებით რო ვიბრუნებთ, ხდება შევსება, შინაგანი, ხდება ენერგეტიკული გამთლიანება. ამ ენერგეტიკულ გამთლიანებას მოაქვს შინაგანი გამყარება, ძლიერი ენერგეტიკული კავშირი საკუთარ მესთან და მოაქვს განკურნება. ანუ მომავალში ჩვენ უკვე ჩვენი ენერგიის ფასი ვიცით, მომავალში ჩვენი მეს ფასი ვიცით და ფასი ეს რა არის, რომ აღარ დაუშვებ, რომ მე მეტკინოს, აღარ დაუშვებ, რომ ჩემი ენერგია ვინმემ წაიღოს, ხო? რაც არ უნდა საყვარელი იყოს, რაც არ უნდა კარგი იყოს, შვილი იქნება, ეს დედა იქნება, თუ რა იქნება, ხვის გამო მე თუ ტკივილს ვაყენებ, ჩემ თავს მე თუ დარჩი ვაგდებ, ჩემ თავს, ესე იგი მე ჩემ თავთან არა ვარ გულით, სიყვარულით გახსნით და ეს პრობლემა არის, ეს წესდალიანი პრობლემაა. და აი აქ ხდება თერაპიულ პრაქტიკაში დაბრუნება სხეულში, სხეულთან და საკუთარ მესთან. აი ამ დაბრუნებით იხურება რაღაც ერთი დიდი ციკლი ხოლმე, ხდება აი ამ საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი საზღვრების პოვნა და გამყარება მერე ამ საზღვრებში და შემდგომ იწყება საერთოდ ახალი ცხოვრება. ეს ახალი ცხოვრება არ ვიცი ხოლმე როგორი არის, მაგრამ ახალი ცხოვრება რო იწყება, მაგრამ ბევრად უკეთესი და ახალი გამოცდილებით, ეგ ვიცით. ფსიქოლოგიაში ეგ იქნებ ვიცით. ამიტომ რატო წერ ხოლმე ამდენ ვიდეოს, რომ ძალიან ვცდილობ ხოლმე მე თუნდაც რა შესაძლებელსაც უშვებდი, სხემა ის არ გაიმეორონ. იმიტომ რომ მე არავინ არ მყავდა, ვინც მეტყოდა, რომ შეცდომას უშვებ და მოდი გასწავლის ახალ გზას, სხვა გზას, სულ მარტოკას მომწია, როგორც ელენა ვერც, სულ მარტოკას მომწია ყველაფრის გავლა. მივხვდი, რომ
თუ ვინმეს უნდა დავეყნო ეს მხოლოდ ჩემი თავი არის და ჩემი თავი გამიყვანს სამშვიდობოს, ოღონდ დიდი ენერგიის ფასად, დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ ნუ მაინც გამიყვანს. და შესაბამისად თქვენს გიზიარებთ ამას, რომ ნუ დახარჯავთ დროს დიდ ანალიტიკებში, დიდ გაცნობიერებებში, რითრითები და ისენი და ესენი და ენერგიები და მთელი სანამ არ შეხვდებით ნამდვილ ეგომეს, გატეხილ ეგომეს და უკმაყოფილებელ ეგომეს, მთელი ცხოვრება კი არა 10 ინკარნაცია რითრითებში რო გავატაროთ ბალიზე, ვერაფერი ვერ შეგვცვლის, არაფერი. შეიძლება ნარკოტიკულ თრობაში წავიდეთ, ვაიმე და ზღაპარი და სულიერი გასხივოსნება ვიპოვე, მაგრამ მე ისევ ხდებით, რაც ვიყავით. რეალური ენერგეტიკული გატვირთვა მასე ხდება. შევხვდეთ ქვესკნელში, საკუთარ თავს, ტკივილში, რეალობაში, რომელიც ტკივილი არის, თორე ის თვითონ ის რეალობა კი არ არის უბედურება. ჩვენი განცდა არის ამ რეალობის მიმართ მტკინვეული, თორე სინამდვილეში ხა ვიღაცა რო ჩადის ხოლმე თავის დრამაში, საერთოდ ვერ ხვდები რატო იყო აქ ხა ამხელა ტკივილი, მაგრამ ვიცი რომ ესევე ჩემი ტკივილი არის ვიღაცისთვის ისულელე, ხო? გარკვეულწილად. ანუ აი ამ სუბიექტურ ტკივილს უნდა შევხვდეთ, ეს არის ჯოჯოხეთში ჩასვლა, აქედან ამოსვლა, ეს არის უკვე ძლიერი გადარესტარტება უკვე საკუთარი თავის და ჩვენ რო ლამაზად გვინდა იქ რაღაც მედიტაციურ პრაქტიკაში უცებ გავსხივოსნდეთ, ესე არ გამოდის. უწუხელად რო გითხრათ, ესე არ გამოდის. ნამდვილად ეს არის თით ძალიან უნდათ ხოლმე უშრომველად, ლამაზად, განცდადობაში რო აი მე რაღაცას ვაკეთებ, შეგცვალონ თავის თავი და საბოლოო ჯამში გულახდილად გეუბნებით, ეს არ მუშაობს. არ მუშაობს ზოდიაქოებს რაგელით რო ვილაპარაკო, მაგალითად ხო სისულელი არის ეს. არ მუშაობს პროგნოზები, უბრალოდ შემიკვეთონ პროგნოზი და ერთი წლის პროგნოზი ჩამოურიკრიკო ადამიანს. ეს გელის ან ის გელის. ესეც არ მუშაობს, სისულელი არის ეს ყველაფერი. არ მუშაობს მაგალითად ასევე ისეთი ასტროლოგიური პრაქტიკები, რა პროფესიით წავიდე. იმიტომ რომ რაც არ უნდა შეიძლება არჩიოს ეს ილუზია შეიქმნას ადამიანმა, რომ აი ასტროლოგთან გავიარე კონსულტაცია და ავირჩიეს პროფესია და ეხლა წარმატებული. სიამოვნებაში შეიძლება სულ სხვა რაღაცა იყო მან, იმიტომ რომ გარერჩევა ეს ფსიქოლოგიამაც არ მუშაობს. მუშაობს როცა თვითონ ხდება ადამიანი, თვითონ ხდება თავის პროფესიასთან უნისონში, ემოციურად, ენერგეტიკულად კავშირში და არა ტვინით წავედი, იმიტომ რომ ეს საჭირო არის. შინაგანი ენერგია თუ არ მიყვება ადამიანს, იმ პროფესიაში ის ფეიკი იქნება, ხო? და შინაგან ენერგიაში რესურსებია საჭირო, ნიჭიერება არის საჭირო, ინტერესი არის საჭირო, ცნობის მოყვარეობა საჭირო, რომელიც ქმნის ენერგიას. ეს ენერგია ქმნის მერე რეალურ პროცესებს და არა უბრალოდ ტვინის ფუნქცია, რომ ეს უნდა გავაკეთო, ხო? ეს ელემენტარული არის. ადამიანი მაგალითად, რომელსაც ემოციები გამოთიშული აქვს, იმას აქვს ცუდი მახსოვრობა. იმიტომ რომ ტვინი არის ჩართული, შინაგანი ემოციური ინტელექტი არ არის ჩართული და ასე როცა დავწყდება მარტივად, ხო, რაღაცები, იმიტომ რომ განცდადობა ცხოვრების ანესთეზირებული აქვს სიტყვაზე. და ის ვერ გრძნობს, ხო, ცხოვრებას. შესაბამისად, მახსოვრობაც აღარ არის ემოციური. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლება დავიწყდეს რაღაცები, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან კავშირში, ძალიან გამიგრძელდა ახლა. ხედა. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. შეიძლება უფრო მეტს ნახულობენ ხოლმე ასტროლოგიაზე, რაღაც კომბინაციებს რო ვდები, ჩემი ძალიან დიდი ინტერესი არის, რომ ასტროლოგიური ინფორმაციები ცოტა მაღალი ხარისხის დაიდოს, განათლება მიიღოს ხალხმა იმას, რასაც ყველა ძალიან დახურულ ვიწრო კუთხით ძნელად ვაღწევდით წლების განმავლობაში და ვდებ ხოლმე ასტროლოგიაზე სასწავლოდ, რომ თვითონაც შეხვდნენ ამ ენერგიებს უფრო, მაგრამ ნაკლები ინტერესი აქვს ესეთ ეზოთერულ ვიდეოებს ხოლმე, და ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მესმის ესეც, რომ შრომას, გაცნობიერებას, ეგოს დანგრევას ძალიან დიდი ენერგია ჭირდება და ხშირად არ არის ამის ვზაობა, მეც არ მქონდა რამდენიმე წლის წინ ამის ვზაობა, მომწია თორე სხვა გზა არ იყო. ასე რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თავისი პერიოდი ცხოვრებაში. ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, მეგობრებო, დამწერეთ, რასაც ფიქრობთ, რას ხედავთ ამ
ჩემს ვიდეოებში მაგალითად თუნდაც ღევანდელი ინფორმაცია რამდენად თქვენთვის გასაგები იყო და რამდენად დაგეხმარათ გაცნობიერებებში. ეს თან გვეხმარება რომ ახალი ადამიანები ჩემოვიერთოთ YouTube-ზე, ვინც ამ სფეროებით ინტერესდებიან და ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენ როგორც თქვენი უკავშირი. იმისთვის რომ მე ვიგრძნო რომ თქვენთვის ღირებულ რამეს ვაკეთებ. დიდი მადლობა მოსმენისთვის და დროებით, მეგობრებო.